შენი იმედით ვკვდები იცოდე და ქვეყანაზე ვტოვებ ნათელს ხიბს. სხვა არაფერი შენი სიცოცხლე არის ელისო ჩემი ანდერძი. გამორჩეულად თავმდაბალი კაცი პოეტი ზაურ ბოლქვაძე ქალიშვილის სახელს დაუფარავი სიამაყით წარმოთქვამდა. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვის წარმატება მისი მთავარი სიხარული იყო. მთავარი საზრუნავი და თავისი დიდი სამეგობროდ ჩართული ყავდა ამ ზრუნვაში. პირველი კონცერტი, პირველი წარმატება. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ბოლქვაძეების ოჯახში ხალხის ტევა არაა. სტუმრები სადარბაზოში, ეზოში და თქვენ წარმოიდგინეთ, ქუჩასაც მოედნენ. ზაურ ბოლქვაძემ 12 წლის ქალიშვილის პირველი დიდი კონცერტი თბილისის საზოგადოების სამუდამო ტკბილ მოსაგონარ დღესასწაულად აქცია. მაშინ ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული გონება-מחვილობით როიალისტების პარტიას შექმნის. ტარიელ ჭანტურია კი პატარა პიანის მოცარტინას შეარქმევს და ეგრეთ წოდებული საწევროს დახმარებით როიალს უსახსოვრებენ. 60-იანი წლები, ქართული კულტურისა და ხელოვნების საოცარი აღმავლობის ხანა. პოეზია და მწერლობაც გამორჩეულ სახეებს და სახელებს დაიმახსოვრებს მაშინ და მათ შორის ზაურ ბოლქვაძის სახელიც განსაკუთრებული შუქით გაიელვებს. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პირველად გაისმება ახალგაზრდა, ემოციური პოეტის წაკითხული ლექსი და იმ დღიდან დიდი პოეზიისკენ გაიკვლევს გზას. მე პოეტი ვარ, მიწა ვარ, ცა ვარ. მე პოეტი ვარ, სივრცე ვარ, დრო ვარ. მომენატრება სიკვდილი წავალ. მომენატრება სიცოცხლე მოვალ.